მათეს სახარება წავიკითხეთ, გვახსოვს ხო ის ტექსტი. ბევრი შემთხვევაა ესეთ სახარებისეული, აღწერილი, ან ერთდაიგივე მოვლენა სხვადასხვა კუთხით დანახული, მაგრამ აქ თავარი რა არის, მისტიკური მხარე ამისა. იმიტომ რომ ეს ჩვენ შეგვეხება და გავითავისოთ უნდა და შეგვეხება მხოლოდ მაშინ, როდესაც აქ სიმბოლურ მხარესაც დავინახავთ, ოღონდ ეს სიმბოლო, მკვდარი სიმბოლო კი არ არის, ეს ის სიმბოლოა, რომელიც რეალურად თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში უნდა აღსრულდეს. ჩვენ ბრმები ვართ სულიერი თვალსაზრისით და ჩვენ დავინახოთ, ჩვენ ვერ ხედავთ ღმერთს. ვერ ხედავთ, არ ვიცნობთ, შესაბამისად შეუძლებელია გვიყვარდეს იგი. ეს პროცესი თუ არ დაიძრა ჩვენში თვალის ახელისა, ჩვენგან არაფერი არ გამოვა და საბოლოო ჯამში უღმერთოდ გარდავიცვლებით და უღმერთობა, ღმერთის დაუნახავობა, სიბრმავე ღმერთთან დაკავშირებით რა არის თუ არა ჯოჯოხეთი, ეგ არის ჯოჯოხეთი. როცა ღმერთთან კავშირის კომუნიკაციის საშუალება არ აქვს. ხო გვინდა და არ გამოგდის, რატომ არ გამოგდის, ხო? და ამაზეა ხო მთელი ქრისტიანობა სიმდაბლე არა გვაქვს, ის უთავე გულისმიერი, სიწმინდე და ასე შემდეგ. და აი, როდესაც სახარებაში ხედავთ, რომ ეს ბრმები რო იჯდნენ და გაიგეს, რომ იესო წარმოვალს და მერე რო ეს რო გაიგეს, მერე დაიწყეს ლოცვა, ხმამაღლა ხმობდეს და იტყოდეს, შეგვიწყალენ ჩვენ უფალო ძეო დავითისო. ეს ლოცვა გაურთულდათ მათ, იმიტომ რომ ხალხი უშლიდა და ახლა თორსა შენ ღმერთთან კომუნიკაციას ამყარებ, უამრავი ამასოფლის სული პირველი რისხვი დამათ, ანუ რათა დადუმდნენ, ანუ ამასოფლის სული, ანუ ეს სამყარო აღდგება იმ წამს, რომ შენ წინააღმდეგ როგორც შენ გინდა, რომ ღმერთისკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ისინი არ გატყდნენ და უფრო იზღაღადებდნენ, უფრო მოუმატეს ღმერთის ძიებას, შეგვიწყალენ ჩვენ უფალო ძეო დავითისო. როცა არ გატყდნენ და კიდევ უფრო მეტად მოუწოდეს, გაჩერდა იესო. ანუ ღმერთი შენთან ჩერდება. როცა შენ გულმოდგინე ხდები, როცა შენ ამასოფლის სულს არ უთმობ და შენი ცხოვრება, შენი ყოფიერება კონცენტრირებული ხდება ქრისტეზე, ქრისტე შენთან გაჩერდება. დადგა იესო, მოუწოდა მათ, დაგიძახებს. თქვენ კი არ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ და გამოგირჩევს, მოგიწოდებს, მოუწოდა მათ და დიალოგში შემოვა და რქვა მათ, რა გნებავს და არა უბრალოდ დიალოგში შემოვა, არამედ შემოვა საოცარი იმედის მომცემი სიტყვებით და გეტყვის რა გნებავს და გიყო თქვენ, ანუ შენს გვერდზე დგება, შენ დახმარების ხელს გიწოდებს, ეს მისტიკა არ არის, ეს სასწაული არ არის და ამის გარეშე ქრისტიანობა არსებობს, ეს არის სასწაული. ეს, ოღონდ ეს ის კი არა რომ ვიცი ესე ყოფილა. ეს უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში რეალურად. ეს უნდა განიცადოს შენმა არსებამ შინაგან.